ფლირტი უდანაშაულო სიამოვნებაა თუ მას სერიოზულად არ მივუდგებით. ოსკარ უაილდის ამ ფრაზის მიხედვით შეიძლება ჩვენ ფლირტი უბრალო მსუბუქ თამაშის მაგვარქმედებად მოგვეჩვენოს, მაგრამ რეალურად ის გაცილებით უფრო ღრმაა. კომუნიკაციის უნარი, სხეულის ენა, ქიმია და ფსიქოლოგიური გათვლაც კი. მისი მიზანი ყოველთვის არ არის რომანტიკული ურთიერთობის დაწყება. ის შეიძლება იყოს სოციალური თამაში, თვითდაჯერებულობის ამაღლების საშუალება ან უბრალოდ ხალისი, რომელიც ჩვენს კომუნიკაციას უფრო ფერადს და საინტერესოს ხდის. რატომ ფლირტაობთ? მეცნიერების აზრით, ფლირტი ადამიანის ბუნებრივ ქცევაში დევს. ეს არის ჩვეულებრივი სურვილი მოვიზიდოთ ყურადღება, გამოვხატოთ მიმზიდველობა და შევქმნათ ემოციური კავშირი. მაგალითად, დოფამინისა და ოქსიტოცინის ორი ჰორმონის, რომელიც ფლირტის პროცესში აქტიურდება, გვაძლევს სიამოვნების განცდას და უფრო მეტი კომუნიკაციის სურვილს. ზოგისთვის ფლირტი სიყვარულის დასაწყისია, სხვებისთვის უბრალოდ თამაში, რომელიც არასდროს გადაიზრდება სერიოზულ გრძნობებში. თავარია ვიცოდეთ, რა გვსურს და რას ველოდებით ურთიერთობისგან. ფრიდრიხ ნიცშეს აქვს კარგად ნათქვამი: ფლირტი არის ქალის ომი სიყვარულის გარეშე, ხოლო მამაკაცისთვის თამაში მოლოდინის გარეშე. ფლირტი არ უნდა იყოს მანიპულაციური, არ უნდა გასცდეს საზღვრებს, რომლებიც ჩვენთვის ან სხვისთვის კომფორტული არ არის. ფლირტი თამაშია, მაგრამ ამავე დროს ხელოვნებაც. მთავარია ვფლირტაობდეთ ბუნებრივად, სიამოვნებით და პატივისცემით. და თქვენ როგორ ფიქრობთ? ფლირტი უფრო ხელოვნებაა თუ თამაში?